სასტუმრო შერატონ მეტეხი პალაში ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე, უმცირესობისა და უმრავლესობის ლიდერები და კომიტეტების თავმჯდომარეები ესწრებოდნენ შეხვედრის დასაწყისში. ანდრეს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ საქართველო მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია და ის მიესალმება პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით. მისივე განმარტებით, ნატოსთან ურთიერთობის კუთხით კიდევ ერთი ტესტი ოქტომბერში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები იქნება. შეხვედრა დაახლოებით საათნახევარი გაგრძელდა. Jabolo jamში ჩვენ 2 საათზე მეც ვიმუშავეთ. ეს იყო ძალიან ნაყოფიერი, ძალიან პოზიტიური შეხვედრა. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა ყველა გამოსვლელის მხრიდან, პირველ რიგში ნატოს გენერალური მდივნის მხრიდან, რომ საქართველო სწორი გზით მიდის, სახეზეა პროგრესი, სახეზეა გაუმჯობესება ვითარების, ყველა თვალსაზრისით, დემოკრატიის თვალსაზრისით, შეერაღებული ძალების მზაობის თვალსაზრისით. და ამიტომ მომავალ წელს ჩვენ უნდა ველოდოთ ქართულ პროგრესს ინტეგრაციის მიმართულებით. Ხალხსახად ყველგან აღნიშნული იყო, რომ 1 ოქტომბერი ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ნატოში შემდგომი ინტეგრაციისთვის, მაგრამ ასევე ხაზგასმულია ზოგადად მოლაპარაკების პროცესში მიმდინარე მოვლენები, რაც ხდება საქართველოში. ძალიან დიდი გაფართოებული თვალით თითოეული ქვეყნის წარმომადგენელი, თვითონ ნატოს გენერალური მდივანი და მის წარმომადგენლები უყურებენ იმას, თუ რა ხდება საქართველოში და როგორ მიდის პროცესები. მინდა აღნიშნო, რომ შეხვედრა იყო ძალიან საქმიანი, იყო ძალიან კონსტრუქციული და ეს არის მნიშვნელოვანი. ყველაფერს თავი დავანებოთ იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კულტურა მწიფდება, ეს ამის მაჩვენებელია პირდაპირ და ჩვენ მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, ყველა კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით შეგვიძლია ნორმალური დიალოგის წარმოება უმცირესობასა და უმრავლესობას შორის. ეხება ნატოსა და ინტეგრაციულ საკითხებს, ამაში ჩვენ ყველანი ერთნი ვართ.